საჩხერის მუნიციპალიტეტში იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე მოადგილეებთან, პაატა ნადირაძესთან და გიორგი ჭიღვარიასთან ერთად სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. მათ ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად რეგიონალური განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან მიმდინარე და უკვე დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულეს. დაათვალიერეს იაშვილის ქუჩაზე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობითი სამუშაოები, რომელსაც შეპესე ჰედებ ჯორჯია ასრულებს. სამუშაოებისთვის დაახლოებით 658,000 ლარი იხარჯება. საერთო ჯამში წელს ჩვენ ხარჯავთ დაახლოებით 9 მილიონზე მეტს. გვაქვს ამ ეტაპისთვის 170-მდე პროექტი. ეს არის ფაქტიურად მინდა თამამად თქვა რომ და აღნიშნო რომ საკმაოდ წარმატებული წელი და ვფიქრობ წარმატებულად დავამთავრებთ ყველა პროექტს წლის ბოლოსთვის. ძირითადად ინახა ქალაქში მიმდინარე ობიექტები, სადაც მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები, ეს ყველაზე დიდი პროექტი ეს არის იაშვილის ქუჩის მოასფალტება, რომელიც უკვე ფაქტიურად თავდება და ალბათ ერთ კვირაში უკვე დასრულებული იქნება. ასევე ვინახულეთ სოფელ სკვითორში წყლის მომარაგების საკითხი, სადაც 40 ოჯახს მიეწოდა უკვე წყალი და ფაქტიურად დასრულების პროცესია ეს პროექტი. იაშვილის ქუჩის შემდეგ ქალაქში მიმდინარე მგზავრთა მოსაცდელების სამშენებლო სამუშაოები მოინახულეს, რის შემდეგაც სოფელ სავანეში აკაკი წერეთლის დიდისეულის სახლამდე მისასვლელი გზა და აკაკი წერეთლის სახელობის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს. ვინახულეთ აკაკი წერეთლის სახელობის სკვერისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები. ტენდერი გამოცხადდა, გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა შენ სერვისი 55 ესეთი სახელწოდებით, რომელმაც ტენდერში გაიმარჯვა 297,000 ლარზე. დაწყებულია სამუშაოები, მიმდინარეობს საკმაოდ წარმატებულად. სექტემბრის ბოლოსთვის პროექტი იქნება დასრულებული. მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტთა შორისაა სოფელ სავანის სასმელი წყლის სისტემის მშენებლობა, რომლისთვისაც 668,000-მდე ლარი გამოიყო. სამუშაოებს შეპესე ბაკა პლუსი ასრულებს. ასევე სოფელ ივანწმინდის სასმელი წყლის 250,000 ლარის ღირებულების სამუშაოები, რომლის შემსრულებელიც შეპესე კავკასენერგოა. ქალაქში აქტიურად მიმდინარეობს შიდა გზების გაკეთება, ასევე 40 ოჯახს აღუდგა წყლის მიწოდება, რომელიც ფაქტიურად კომუნისტების მერე არ ქონიათ. წყალი 24 საათიან რეჟიმში მიეწოდება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ასევე საინტერესოა ქალაქში გეთდება 10 მოსაცდელი თანამედროვე ევროპული ტიპის, რომელიც მაქსიმალურ კომფორტს მიაწოდებს მგზავრებს. გვაქვს კიდევ დიდი მასშტაბური პროექტები, გზა, რომელიც ფაქტიურად 2 მილიონი ჯდება. იმერეთის გუბერნატორის გივი ჭიჭინაძის თქმით, სამუშაოები სწრაფად და ხარისხიანად სრულდება. მათზე დაკვირვება კი მომავალშიც გაგრძელდება. სოფელ სავანეში აქ 5 კილომეტრიანი გზა უნდა დაიგოს, უკვე არის საკმაოდ დიდი გზა, გზის მშენებლობა დაწყებული. ასევე 700 ოჯახი მიიღებს წყალს და პრაქტიკულად თელ სავანეში წყლის პრობლემა იქნება აღმოფხვრა. სამუშაოები მიმდინარეობს ძალიან ხარისხიან და ძალიან სწრაფად. ჩვენ რა თქმა უნდა მუდმივ კონტროლში გვყავს ეს მიმდინარე პროცესები. არ ქონდა წყალი, ჩვენთან არის ისეთი წყლები, არის მლაშე წყალი. ვერ ხმარობთ ჩვენ ჭის წყალს რომ ეძახიან, არაფერში არ გვადგია, ეხლა გაყავთ წყალი და ძალიან კმაყოფილები ვართ. დღის ბოლოს იმერეთის გუბერნატორი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ ხვანს ესტუმრენ. ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და მათი პრობლემები მოისმინეს. გივი ჭიჭინაძემ შავაძეების ოჯახში სიმბოლურად გაზი აანთო. ყველანი გახარებულებიანი, რა თქმა უნდა, ეხლა ვიმყოფებით შავაძეების ოჯახში, რომლებიც სადაც ავანთებთ პირველად გაზი ეხლა. აქ ეს ძველი სისტემა იყო, მაგრამ ხა თუნუქის ღუმელები იყო ყველგან დადგმული და გახარებულები არიან, ბედნიერები არიან. არის პატარა პრობლემები, იმიტომ რომ ყველას არ აქვს საშუალება რომ შეიყვანოს ეს გაზი, მაგრამ უახლოეს ხანში ეს პრობლემა გადაიჭრება. იმიტომ რომ ძალიან იაფია. კარგი პროექტი არის, მართლა მივესალმები ამ პროექტს მე. გაზი არ ყოფილა ამ სოფელში პირველად შემოვიდა და მე 185 ლარი დამიჯდა, უფრო მეც მოველოდებოდი მართლაც მეც, მაგრამ რეალური ფასია მე კმაყოფილი ვარ მაგალითად ამ ფასთან დაკავშირებით. სოფლამდე გაზის ცენტრალური მაგისტრალი გაყვანილია, ხოლო მისი სახლში შეყვანა თავად ხვანის მცხოვრებლებმა უნდა უზრუნველყონ, რომლის ღირებულება 150-დან 200 ლარამდეა და მისი გადახდა მოსახლეობას ეგრეთ წოდებული განწილადების მეთოდით შეუძლია. პროექტ საჩხერე გაზი ახორციელებს.
ფაქტურად ყველა სოფელში და ყველა ხეობაში გაზის ცენტრალური მაგისტრალი მიყვანილია. ჩვენ გასულ წელს დავიწყეთ ერთ-ერთი პროექტი, რომელიც მოიცავდა 1300 ოჯახს. დაახლოებით ეს დაგვიждდა 650.000 ლარი, აქედან 330.000 ლარი გამოგვიყო სამინისტრომ. დაახლოებით 300.000 ლარზე მეტი მასალები გადავეცით საჩხერეგას, რომლითაც მოხდა აღნიშნული პროექტის განხორციელება. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ დაახლოებით 900 ოჯახი გვყავს დარჩენილი გაზიფიცირების გარეშე. ეს არის ორი ხეობა, ჭალოვანის ხეობა და ცხომარეთის ხეობა. თუმცა ამ ხეობაში უკვე ცენტრალური მაგისტრალი გაყვანილია და ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს ეტაპობრივად ოჯახებში გაზიფიცირების მონტაჟი. მალხაზ ბაზაძის ტყის საჩხერის მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტები წლის ბოლომდე დასრულდება.